ვინ შეცვლის ირაკლი ღარიბაშვილს? მედია რამდენიმე კანდიდატზე საუბრობს, თუმცა აქცენტი ყველაზე მეტად გიორგი კვირიკაშვილზე კეთდება. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო მინისტრთა ახალ კაბინეტზე 28 ან 29 დეკემბერს იმსჯელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი გუშინ დატოვა. მან საზოგადოებას პირდაპირ ეთერში მიმართა და მისი პრემიერობის დროს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზე და მიღწევებზე ისაუბრა. რატომ და სად წავიდა ღარიბაშვილი? რას ფიქრობს ხალხი სამთავრობო ცვლილებებზე და როგორ აფასებენ? ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრის მოულოდნელ გადაწყვეტილებას ჩვენს რეგიონში პოლიტიკოსები. ნიკა გაბლიშვილი დეტალებით. რატომ დატოვა ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი? ამ კითხვას დღეს გორელები სვამდნენ და თავადვე პასუხობდნენ კიდეც. ისინი ღარიბაშვილის ორწლიან მუშაობას აფასებდნენ და მის დადებით და უარყოფით მხარეებზეც საუბრობდნენ. უნდა წასულიყო. რატომ და წინსვლა არაფერი არ იყო. საერთოდ მთავრობისაგან. კარგია რომ გადადგა. რატომ? როგორც მოისურვებ მთავრობას აკეთებს თავის საქმეს რა. ეთყობა კარგად ვერ მიდის საქმე და მაგიტო გადადგა თორე. აბა რომ კაი ეხლა ყველაფერი რომ კარგად იყოს საქმე და სულ ყველაფერი წესი მაშინ მიდიოდეს არა. ვინ გადადგება ამ ხელა თანამდებობიდან? ალბათ ასე იყო საჭირო გენეცვალე და ასე გადაწყდა ყველაფერი. ადრე უნდა გადამდგარიყო შულო რა გააკეთა ხალხისთვის არაფერი. აბსოლუტურად არაფერი. 150 პენსია მაქვს 42 წლის სტაჟი მაქვს. არ ამყოფნის მშიერი ვარ. მე რა წავიდეს რა რას ვიკეთებდა? კომუნისტების მერე ხო ოქროს პრემიერი რომ მოვიდეს წყობა ისეთი რომ ხალხისთვის ვერ იქნება. შეიძლება ძალიან კაი კაცი იყოს, მაგრამ არის კაპიტალიზმი, რომელიც საწყალი ხალხის დამჩაგვრელია, მე ვერაფერს ვერ გეტყვი. ძალიან კარგი იყო, ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი იყო. ეროვნული ძალიან კარგი ადამიანი, რა ჩვენ ესე ვიცნობდით, ხანაერად არ. ხამდის უნდა წასულიყო და იგვიანა მაგან. იმიტომ რომ გადახედოს ხალხი რა მდგომარეობაში არის და თავიანთ მდგომარეობასაც გადახედონ. თვითონ რომ იღებენ დამატებებსა და რა ვიცი მე ხელფასებსა ყველანაირსა და აქ კიდე ხალხსა პულის ფული არ აქვს. აგერ სოფლის ხალხსა გადახედონ რა დღეში არის. ვიცი შვილო, იმდენად მოულოდნელი იყო რომ ვერაფერ დასკვნას მე ვერ გავაკეთებ. ახლა პოლიტიკოსი არა ვარ, უბრალო გლეხის ხალი ვარ და არა და რა ვიცი, ველოდებოდი რომ რაღაცას გააკეთებ და კიდევ ბოლომდე რომ დარჩენილიყო. ეგეთი რწმენა მქონდა. მაგალითად ძალიან გამიკვირდა. იმიტომ ძალიან პატივცემდი როგორც პიროვნებას, ნამდვილად პატივცემდი და მისაც რატო არ ამბობს, აიგი მეკვირს ძალიან. როგორც მოცულდი გაგვახარა, ისე წასულდი გაგვახარა. შესაძლებელია სწორი გადაწყვეტილება მეიყო. იმიტომ რომ დღევანდელ საქართველოს ასე ჭირდება. დაძაბული იყო დროების სიტუაცია. ბევრი რამე გააკეთა თავისი ქვეყნისთვის და თავისი ხალხისთვის. მე ასე ვფიქრობ. ღარიბაშვილის მოულოდნელი გადადგომა მთავარი თემაა სოფლებშიც. ყველას საკუთარი ვერსია აქვს და ამის გამო დღეს ხშირად კამათობდნენ კიდეც. საზოგადოების ნაწილი ღარიბაშვილს მიღებულ გადაწყვეტილებას უწონებს, ნაწილი კი არა. პრემიერ-მინისტრის გადადგომა ალბათ თავანთი გუნდის მოლაპარაკებებს ამბავიოთ. ან მომავალ მარჩევნებთან დაკავშირებული. როგორი პრემიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილი? დადებითად აფასებინებდათ. ქართველ ხალხს რაც ასულდა და რაც აინტერესებდა ევროპისგან, გონია რომ ამის დიდად მოწადინებული იყო. ღარიბაშვილი ძალიან კაი კაცი იყო და იმას არ ნაგენებებინა თან. ივანიშვილმა ელაპარაკა რაღაცაზე და ისე გაანება თავი. ძალიან კაი მინისტრი იყო, კარგი. ყველას ესე იგი ყურობდა ერთიანად. არ არჩევდა არავისთან. რას უკავშირებს მის წასვლას? როგორ ფიქრობთ, რატომ წავიდა? მერმის კენს იხრის პრეზიდენტის იმაზე. არჩევნებში. სახელმწიფო ვერ წაიყვანეს იმ დონეზე, ადრეს უნდა წასულიყო და აი იმასზე უბრალოდ მიხვდეთ თამაშის დონეებსა, რომ არასწორი კურსი არ აიღეს სახელმწიფოს განვითარებისა და აი მაგან აპირო მე ესე მგონი. ვიცი ხა გავიგე და მე პოლიტიკაში არა ვარ ჩართული და არ ვიცი რა ვიცი. შეგვიფასოთ როგორი მინისტრი იყო ღარიბაშვილი? თქვენ აი საქართველოსთვის თქვენ როგორც მოქალაქე როგორ შეიძლება? რა ვიცი, დადებითად ალბათ რა ვიცი, რაც იყო თავის იმაზე პოსტზე, რაც გააკეთა ალბათ კარგად რა ვიცი. თავინებაა გადადგომა, მე რა შემფასებელი ვარ. ისე საბაბი არაფერი არ ვიცით. ანუ როგორი პრემიერ-მინისტრი იყო? პრემიერ-მინისტრი როგორც სხვებთან შედარებით კარგი იყო. შედარებით. რაც შეეძლო აკეთებდა, რა ვიცი, შეძლების დაგვარად ყველაფერს აკეთებდა. რავი, გორჩი რო კიდე უკეთესი ხალხის დგომიყო,
ალბათ უკეთესად წარმართავდა. ალბათ თავის საქმე უჩვენა, რომ ასე უფრო ჯობდა. გაერიდა რაღაც პრობლემას გაერიდა ჩემი აზრით ეგ არის. ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე ბევრს საუბრობდნენ დღეს გორელი პოლიტიკოსებიც. მათი ნაწილი ღარიბაშვილის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება, ნაწილი კი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლას ქართული ოცნების მიერ საზოგადოებისთვის მიცემულ შეუსრულებელ დაპირებებს უკავშირებს. ქართულმა ოცნებამ საერთოდ აკარგა კავშირი ხალხთან. საზოგადოებაში მატულობს უკმაყოფილება ქართული ოცნების მიერ მიცემული შეუსრულებელი დაპირებების გამო. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს გარემოება პირდაპირ კავშირშია ღარიბაშვილის გადადგომასთან. ალბათ მართველმა გუნდმა ჩათვალა, რომ თავისი თავი აღნიშნულ თანამდებობაზე პიროვნებამ ამოწურა. ალბათ განახლება ჭირდება ამ თანამდებობას, ახალი სისხლი ჭირდება და მაგიტომაც გადადგა. სიმართლე რო გითხრათ, მე მაგალითად წინააღმდეგი ვიყავი თავიდანვე მაგის პრემიერ-მინისტრობის. ბოლოს კონი ცოტა მუშაობა ისწავლა და ამ დროს გადადგა, ვერ ახვდები რატომ რა მოხდა. და პატივი ვცეთ პრემიერის გადაწყვეტილებას 2 წელიწადი გახლავთ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი იყო ნამდვილად წარმატებული პრემიერ-მინისტრი და მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ. ალბათ საქმეს ასე ჭირდება და რაც ქვეყანაში ჭირდება ის უნდა გავაკეთოთ. ალბათ ასე ჩათვალა საჭირო ამაში ვასკაცია და ამაზის ღირსეული პიროვნება რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გადადგა. ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ საღამოს გააკეთა. კონსტიტუციის თანახმად კი პრემიერის გადადგომის შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირების პროცედურა იწყება. დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, პარლამენტი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას მომდევნო კვირის დასაწყისში აპირებს. ჩვენ წინასწარი ვარაუდით შესაძლოა 28-29 დეკემბერს ვიმუშაოთ აი ამ რეჟიმში, თქვათ 28-ში ორშაბათს ფრაქციებთან მთავრობის წევრების შეხვედრა და სამშაბათს პლენარული სხდომა, რომელზეც ნდობის საკითხზე ვიმსჯელებთ. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2013 წლის 20 ნოემბერს დაინიშნა. იგი თანამდებობაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით კი მას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. ვინ შესვლის ღარიბაშვილის ამ კითხვას ოფიციალურად პასუხი უახლოეს მომავალში გაეცემა.